პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პარალელურად პარლამენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ორ კვირაში განახლდება ევრორეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფების მორიგი შეხვედრა. პროცესში ჩართულია ოპოზიციაც, ხელისუფლების ოპონენტები შეხვედრებს ესწრებიან, თუმცა აცხადებენ, რომ მუშაობაში თანამონაწილეობის მიუხედავად არ შეუცვლიათ პოზიცია მმართველი გუნდის ქმედებებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით ქართული ოცნება ევროპული დავალებების შესრულებას არ აპირებს. სამუშაო პროცესს ბოიკოტს უცხადებს პარტია ლელო, რომელსაც რეფორმების გატარების საკუთარი ალტერნატიული გეგმა აქვს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 9 ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები. ჩემი აზრით ეს ფორმალური პროცესია, ჩვენ ყველა ფორმალურ პროცესში ვერთვებით, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენ გითხრათ, რამდენად რეალისტური ან ფორმალისტური იყო ეს პროცესი. ამ შეხვედრასაც ვესწრებოდით, მოგეხსენებათ, ვნახეთ ქართული ოცნების განწყობა, კიდე მომავალშიც დავესწრებით და ვნახავთ, მაგრამ წინასწარ ვეთქვით საქართველოს მოსახლეობას და არ მოვატყუებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს მოვლენი, რომ ეს 9 პუნქტი შესრულდება, ან ყოველ შემთხვევაში შესრულდება იმაზე უკეთ, ვიდრე 12 პუნქტი შესრულდება. ერთადერთი გამოსავალი არის რეალური დეოლიგარქიზაცია, დემოკრატიული ძალების გამარჯვება შემოდგომაზე, რომლის შემდეგაც დაიწყება რეფორმები, შესრულდება 9 პუნქტი და დაჩქარებული წესით შევალთ ჩვენ ევროკავშირში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მოიტანთ ევროპული დონის კეთილდღეობას და ღირსეული ცხოვრების პირობებს. ლელო არაცხადებს არაერთად ბოიკოტს, ჩვენ ვართ ძალიანაც აქტიურად წარმოდგენილი როგორც საპარლამენტო კომიტეტების, ასევე პლენარული სხდომის ფორმატში, ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ამ იმიტირებულ პროცესში, რომლის მიზანიც არ ყოფილა, არ არის და არასოდეს არ იქნება არავითარი რეფორმის გატარება. ჩვენთვის თავარი არის ის, რომ ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ ევროპული კავშირისკენ. სამკაციანი თუ 4კაციანი პოლიტიკური ჯგუფი ამბობს, რომ მე ჩემი გეგმა მაქვს და ანამ გეგმაზე გადმოხვალთ ახლა 150 კაცი, ან არდველი მთავრობა, ან არა და მე არ ვიღებ მონაწილეობას. ანუ ეს არის ბოიკოტი. ჩართულობა კი არ არის მთავარი. ჩართულობის მიზანი და პროდუქტიულობის ხარისხი არის. თუ ჩართულობის მიზანია პროცესის დაზიანება, ჯობია არ ჩაერთონ და თუ ჩართულობის მიზანია, რომ პროცესში კონსტრუქციული შემოიტანონ და კონსენსუსი ვაჩვენოთ მართლა ევროპას, მაშინ ვესალმებით.